რა მამაოს მაშა ნატახტარი ხალი ბიზინა ტახტი თამარ მაჩვენი თანაბობა ლიმონადი ხალი ნატახტარი Kalbატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგ ეპიზოდში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში. დღეს ჩვენი გადაცემის მეგობარი, რა თქმა უნდა, ადამიანი ანტი სახელმწიფოებრიობა, ადამიანი ანტი რელიგია, ადამიანი ანტი ჯარი, ხო, რა თქმა უნდა. არა, რეალურად გირჩი რომ მეზიზღება ეგ ყველო მიცით და მაგის ახსნას აღარ ვაპირებ, რადგან ახსნილი მაქვს მართლა რომელიღაც წინა ვიდეოში. მოკლედ ციხიდან გამოვიდა ბატონი ზურა ჯაფარიძე. მოკლედ ემოციური კადრებია ნამდვილად, ანუ ადამიანი გამოვიდა ციხიდან და შვილებს ჩაეხუტა. და მე ბავშვები იკითხებიან რომ მამიკო რატომ იჯექი ციხეში რატომ დაგვტოვე იმიტომ რომ ბავშვებმა ხო არ იციან რომ ეხლა ციხე რა არის როგორ არის საერთოდ და გონიათ რომ მამიკომ დატოვა რა და იკითხებიან რომ მამიკო რატომ დაგვტოვე და ზურა უხსნის რომ იმიტომ რომ შვილო ერთი ქალი არსებობს რა მოკლედ თეა წულუკიანი ქვია, იმან შექმნა კომისია, რომელსაც მე ლეგიტიმურად არ ვცნობ და დამიბარა, მოკლედ, საქმეების ასახსნელად. იმ საქმეების, რომელზეც მე ვამტკიცებ, რომ მე საერთოდ არ ვიყავი პარტიის წევრი, მაგრამ მაინც არ მივედი და 7 თვე ციხეში ყოფნა გადავწყვიტე. გესმით შვილებო? არა, მამიკო, არ მესმის, მე ხო მამამ მჭირდებოდა, რატო წახვედი ციხეში? არა, შვილო. თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლა, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შენ რომ მამა ყოლოდა. ნახვი ხა სახლში, წავედი ჟურნალისტებს უნდა მივცე ინტერვიუ. იცოდეთ, მე ისევ გამოვალ რუსთავერზე და ისევ დავაჭერდებ თავს. მოკლედ, ზურა ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, ისევ ციხეში წავოდა, რა თქმა უნდა, მე საერთოდ სამუდამო ციხის მომხრე ვარ ზურა ჯაფარიძისთვის და იაგო ხვიჩიასთვის. ეს ყველაფერი მეგობრებო ხუმრობაა, რა თქმა უნდა. მე რო არ მიჩივლონ რა, იმიტომ რომ ორივე, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთესად იცის კანონები და პროსტა რო არ მიჩივლონ, მიწევს ამ ყველაფრის თქმა. ეს ყველაფერი გახლავთ ხუმრობა. ეხლა თქვენი კითხავთ, მიშა, თუ შენზე უკეთესად იციან კანონები, რატომ წავიდნენ ციხეში? ეგ უკვე დასაფიქრებელია. მაგრამ მაგამდე მივდივართ მაინც რა თქმა უნდა, ძალით იყო ეს ადამიანი ციხეში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის თავისგან ასარიდებლად წავიდა ციხეში, რომ მიდით თქვენ იმედი რამეს იზამთ და მე გამოვალ მერე როგორც გმირი, რომ მე ციხეში ვიჯექი ძმებო, მე ვერ დაგეხმარეთ იზვინით. თორე ეხა პატა ბურჭულაძე რო იმას აწყობდა რევოლუციას, ხო იქ იდგებოდა რა? გირჩი ჯაფარიძეც. მაგრამ ვერ იდგა. რატომ? იმიტომ რომ ციხეში იყო. რატომ? იმიტომ რომ უფრო ნაკლები სროკი შეხვდა ამას, ვიდრე პატა ბურჭულაძეს შეხვდება. არა, გული მithbeba ბავშვების გადმოსახედით, იმიტომ რომ პატარა საყვარელი ბავშვები ყავს, რომლებიც ვერ წხვდებიან ჯერ ვერაფერს, მაგრამ ამისი შვილები, ჩემი ფანები გახდებიან რეალურად ერთი 5-7 წელი დააცადე ამის ბავშვებს და ჩემი გამომწერები გახდებიან 100% და ჩემთან ერთად აგინებენ მამამის. აქ დავისვამ ამის შვილებს ერთი 7 წელში რა. რადგან ზურა რა თქმა უნდა ისევ წავა ციხეში, რა თქმა უნდა ისევ აარიდებს პასუხისმგებლობას თავს და ლიდერობის აღებას. არა და რეალურად ხო მისცა ხალხმა ხმა, ხო?
ანუ რატომ არ იცავს იმ ხალხის ხმას? რატომ არ ატარაკებს? რატომ მიდის ციხეში? ან თუ იმითი გაიправებს თავს, რომ მე ციხეში წასვლით ვატრაკებ, ვის ჭირდება ესეთი გატრაკება? ნუ მოკლედ მართლა არ ვიცი, ანუ არც მინდა მართლა ცუდი არაფერი ვთქვა. მოიცა გადავრთოთ ეს კადრი, რას უყურებ? თავს რატო ვიტანჯავ? გავთიშავ ეხა ამ ბავშვების კადრს და ზურა გირჩი ჯაფარიძის პატრონი. არა, ნუ პროსტა ნუ ეს ბავშვების კადრი მოქმედებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხა ცხოველები არავინ ვართ, მაგრამ ცხოველი არის ზურა ჯაფარიძე, რომელმაც უბრალოდ გაისროკა თავი, არაფრის გამო კი არა, მიზან მიმართულად, რომ თავი აერიდებინა ამ ყველა დაძაბულობისგან და არეულობისგან. всё, რომ მე ეთქვა, რომ მე არ ყავდით ძმებო და მე ხა გეტყვით, როგორ უნდა მოქცეულიყავით. როგორც იქცევა ვინ? 400 2 მარცვალი. მეგრული გვარი. დიახ, როგორც ის იქცევა, ისე იქცევა ესეც. ესე არიან ლიბერალები. ეს თემა რო ჩავამთავროთ, სანამ შემდეგ თემაზე გადავალთ, მოკლედ ვინ არის საერთოდ ზურა ჯაფარიძე, მოკლედ რო ავხსნათ. ზურა ჯაფარიძე არის სამშობლოს მოღალატე, არის ანტისახელმწიფოებრივი ადამიანი, ანტიჯარის ადამიანი, ანტისარწმუნოების ადამიანი, რომელიც ეხლა თავს ძალით ისევ გაისროკავს, რადგან ისევ ვერაფერს მიაღწევს, სადღაც 3 წლის ვადაზე რა. თებერვალში კი ელოდება სასამართლო, მაგრამ მაგ სასამართლომ თუნდაც მაინც გაამართლოს, მაინც გაისროკავს თავს, რადგან ანუ კაცი 15 წელია ჩალიჩობს რაღაცებს, რომ ესე ძალიან შორს მივდივართ. კაი, მოკლედ, ნუ რო ლიბერალური პოლიტიკა შემოიტანოს, მოკლედ საქართველოში გაგა ლიბერალოთ ყველას დაგაჯეროთ, რომ ჯარი ტრუხაა, ძმა, ჯარის ნაცვლად არ გირჩევნია, ეხა პლანი მოწიე რა, პლანი მოწიე, ძმა. ეხა სად ჯარი ვიღაცამ გითხრა, რომ სწორდი და სად კიდე პლანი, кайფე რა, გოგოები არ გევასე ბატონო. აი ეს არის ზურა ჯაფარიძის პოლიტიკა. ოღონდ თქვენ გონიათ ისაა დებილი? არა, თქვენ ხართ დებილები, ვისაც გჯერათ ამ ყველაფრის. ასე რომ იგივე განმეორდება, რადგან ახალს ვერაფერს შექმნის ზურა, იგივე განმეორდება, კიდე ეცდება რაღაც რამოდენიმე თვე, რომ იგივე დაგიტრიალოთ, არ გამოუვა, ისევ ციხეში წავა. და всё. აი, ამას გპირდებით, ამას რა ვიცი, მართლა ნუ ეხა. აი ჩემ ჭიქაზე ვფიცავ. ასე რომ ზურა ჯაფარიძეს მიულოცოთ გამოსვლა. ალჰამდულილა ბატონ ზურა.